დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ იტალიურ კომპანია იტალფარმაკოსთან ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სარჯველაძის თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს. მისივე ინფორმაციით, პრეპარატი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. კურნალობის დაწყება სექტემბრიდან გახდება შესაძლებელი. სხვათა შორის ეს მედიკამენტი დღეს რაზედაც გქონდა საუბარი, ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ ეს თემა, იქიდან მოყოლებული ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი პერსპექტიული მედიკამენტი იყო სწორედ ეს მედიკამენტი, ეს აღნიშნული გვაქვს, როდესაც დაიწყო ამაზე მთელი ეს პერიპეტიები, იქიდან მოყოლებული ჩვენ ბუნებრივია, რომ მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს. მე მინდა საზოგადოებასაც შევახსენო და თქვენც კი ამბობთ, რომ მაგალითად მაისის ბოლოს 28 მაისი იყო, არ მინდა შემეშალოს თარიღი, მაგრამ ასე მახსოვს, რომ 28 მაისი იყო, როდესაც ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად ჯივინოსტატის გამოყენება, რომელსაც მოგეხსენებათ, რომ ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა კვლევები კიდევ მიმდინარე იყო. ეს საერთოდ არის პროცესი, დიუშენთან დაკავშირებული პროცესი, რომელშიც ძალიან სწრაფად ვითარდება პროცესები, ცვლილებებიც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მამა კახა წიქარიშვილი. ეს ერთი დიდი გამარჯვებაა, გილოცავთ ბავშვებს, მშობლებს, მხარდამჭერებს და მთელ საქართველოს. თუმცა ეს მედიკამენტი ყველა ბავშვზე არ ვრცელდება. ველოდებით მეორე წამალს, რომელიც ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე დღე კიდევ დაველოდებით პროცესს მოთმინებით და იმედით. ასევე გენურ თერაპიაზეც გვაქვს იმედები. აქ არის ჩამოსული ელევიდისის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი. მოკლედ ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებები გველოდება. მადლობა მხარდამჭერებო, თქვენი გვერდში დგომით გამოგვდის ყველაფერი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას, გადაადგილების უნარის დაკარგვას და მძიმე შედეგებს იწვევს. საქართველოში ამ დიაგნოზით დაახლოებით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან თანამედროვე მედიკამენტების შეძენასა და დაფინანსებას ითხოვდნენ, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და დაავადების პროგრესირებას ანელებს. ამ მოთხოვნით მშობლები წელიწად ნახევარზე მეტხანს იბრძოდნენ. წამლის მოთხოვნით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა შვილებისთვის მედიკამენტების შემოტანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან 45 ღამე გაათენეს.